მე მარიამი ვარ აფხაზეთიდან. აფხაზეთის ომის შემდეგ დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი პატარა ძმა, რომელიც ჩანთით ჩამოვიდა თბილისში. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, მაგრამ 8 წლამდე აფხაზეთში დავდიოდით და ძალიან კარგად მახსოვს სოფელიც, სახლიც და ის ყველაფერი, რაც იქ ხდება. ეხლა რა თქმა უნდა შეცვლილი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ასე დაიწყო ჩვენი ისტორია. მამამ შედუღების საქმიანობას მიყო ხელი. გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტი, საზღვარგარეთაც ვისწავლე და შემდეგ პანდემიის დროს აინი შედუღებაში დავეხმარე. და ძალიან მომეწონა. ანუ იმდენად მომეწონა, რომ ის ემოცია დღემდე მახსოვს. ამ ემოციის გამო გადავწყვიტე, რომ ამ საქმიანობისთვის მომეკიდა სერიოზულად ხელი. დავიწყე სწავლა, გავხდი სერტიფიცირებული შემდგრებელი 2022 წელს. ნუ შემდეგ თავისთავად ფინანსების მოძიების ამბავი იყო, რაღაცეები, მთელი ისტორია, გამოცდილება და მოვიგე აწარმოე საქართველოს გრანტი, რის შედეგადაც დაარსდა საწარმო კარპა. თავისთავად მაშინ მხოლოდ 2023 წელს გქონდა მხოლოდ მეტალის მიმართულებით, ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯი და აქსესუარები. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ისევ მეორე მოგებული გრანტის საშუალებით, ისევ აწარმოე საქართველოს დახმარებით, გავფართოვდით და საწარმოში დაგვემატა როგორც სარემონტო სამუშაოები, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის არა მარტო მეტალი, ასევე ხის სამუშაოები და მეტად გავფართოვდით. თავისთავად საწარმო დანადგარებიც იქნა შეძენილი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მეტი სერვისები და ხარისხიანი, რაც მთავარია, ერთ სივრცეში შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. ასევე გაფართოების მიზნით მამასთან ერთად ჩავირიცხე ბიზნესი და ტექნოლოგიების აკადემიაში, სადაც შევისწავლე არგონიკალური შედუღების პროფესია, რომელიც მოიცავს ფერადი ლითონების შედუღებას. ძალიან სპეციფიური სფერო არის ესეც, მიუხედავად იმისა, რომ შავ ლითონზე ვმუშაობდი და უკვე კარგად ვფლობდი, მაინც მინდოდა რომ დეტალურად, კარგად მიმეღო ამ მიმართულებითაც გამოცდილება და დავამთავრე, ჩავაბარე გამოცდებით. უკვე არგონიკალური შედუღების მიმართულებითაც სერტიფიცირება მაქვს გავლილი მამასთან ერთად. ძალიან მალე მინდა რომ შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს ამ მიმართულებითაც ჩვენ მიერ შექმნილი ავეჯი და აქსესუარები. არ მიფიქრია რომ არ გამომსწოდა, ბავშვობიდან საქართველოში თავდაჯერებული ბავშვი ვიყავი ყოველთვის და ეს არ მიფიქრია, მაგრამ რაღაცნაირად ყველა მთხოვდა რაღაც დამემტკიცებინა და რაღაც კონკურენციას უწევდი 99% მამაკაცს მაგალითად საქართველოში რა თქმა უნდა. უბრალოდ პირიქით ზოგს მოსწონდა ძალიან და მეხმარებოდნენ, რჩევებს მაძლევდნენ, ზოგი ეჭვის თვალით მიყურებდა, სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს. სერტიფიცირებული შემდგრებელი ქალი ჩემი ცნობით არ არის საქართველოში. შეიძლება ხა ვიღაცა იყოს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და გამიგია კიდეც, პირადად არ ვიცნობ, რა თქმა უნდა ამ ადამიანებს, მაგრამ როგორც ასეთი სერტიფიცირებული ქალი შემდგრებელი საქართველოში, მგონი ჯერჯერობით ერთადერთი ვარ მე. სირთულები თან ახლდა, იმიტომ რომ რაღაც გარშემო ყველა სკეპტიკურად გიყურებდა, რაღაცის დამტკიცებას გთხოვდა ყველა და ვფიქრობდი, რომ არაფერი არავისთვის არ მქონდა დასამტკიცებელი, მიყვებოდი ჩემს საქმეს, ბევრი რჩევებს მაძლევდა და ძალიან კარგი რჩევებს და მივიღე და გავითვალისწინე. მაგრამ დღეს ვისაც არ ჯეროდა ჩემი და ეგონა რომ ანუ არ ყოფილვარ შემდგრებელი და არ მუშაობდი ამ მიმართულებით, პირიქით რჩევებს მეკითხებიან ხოლმე და ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მეგობრული ურთიერთობა მიკავშირდება ჩემს პირადად კონკურენტ კომპანიებთანაც კი. შესაბამისად, ხო, ეს ჩემი ძალიან დიდი ისეთი ეს იყო რა ქვია გამოცდილება და კარგი მაგალითი, რამაც ძალიან ბევრ რამე შევწყო ხელი. გვარად ვარ კარბაია და ბავშვობიდან გიждდებოდი ჩემს გვარზე. აი არ ვიცი ადამიანს თუ აი ესე თავის გვარი უყვარდეს, მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც გიждდებოდი გვარზე და ანუ შორს არც წავს უვარ. ეხლა ბავშვობიდან კლასელები თუ უნივერსიტეტ ჯგუფელები მეძახდნენ კარბა და ნუ ეს იმდენად დაარჩა ჩემს გონებაში, რომ არც მიფიქრია, რომ სხვა რამე დამერქმია და დავარქვი კარბა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან ისეთი არის პირადი და ძალიან მიყვარს და ამიტომ თან მარტივია ჩემი აზრით დასამახსოვრებლადაც და სამომავლოდაც მომხმარებლებისათვის ისეთი იქნება კარბას დიზაინით შექმნილი ავეჯი კარგად ჭყეს. დააბკოლება არანაირად არ მქონია, გაუკვირდათ რა თქმა უნდა, უფრო დედას ჰქონდა ძაფრი რეაქცია, რომ აი ამდენი ისწავლე და მამა შენივით როგორ უნდა გამოხვიდე შემდგრებელი, განარამე ეხა უბრალოდ მართლა ვერ წარმოიდგენდა და ისეთი რეაქცია ჰქონდა და მამას გაუკვირდა, არ ელოდა რომ სერიოზულად მოვკიდებდი ამას ხელს, მაგრამ გაუხარდა და ისე თან ბავშვებიდან ძალიან მაგარი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრულები, აი ძმაკაცები ვიყავით და ძალიან გაუხარდა რომ ის გვერდით დავდექი და ერთად დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ ახლა რო კითხოთ ძალიან ხშირად ჩხუბობთ. ეს არავისთვის არსად არ მითქვია. ძალიან ხშირად ვკამათობთ. აი ძალიან ხშირად ვკამათობთ, მაგრამ ამ კამათის შედეგად გამოდის
ძალიან მაგარი რაღაცეებიც. Მაგას ვიტახილოთ, აი დაბრუნება რო იყოს. მე მივდივარ პირველი თქო და უკვირთ მშობლებს მაგას რო ვამბობ, რაღაც არ ელოდებიან რომ რაღაც, მაგრამ ეგეთ უხარიათ რა თქმა უნდა და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი მაგ ყველაფერს. თამამაო გეგმაში გვაქვს ჯერჯერობით ამ ყველაფრისათვის სეპარატ ახლა გვაქვს, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად გავფართოვდით, რომ ჯერჯერობით ამ რესურსების მაქსიმალურად დათვისება მინდა. შემდეგ სამომავლოდ მინდა რომ კიდევ უფრო მეტად გავფართოვდეთ. რა თქმა უნდა, შოურუმი პირველ რიგში საქართველოში მოიაზრებს ინტერიერს და ექსტერიერის ავეჯს და აქსესუარებს, როგორც არის მეტალის, ხის, ასევე თერმული ღებვაც და სარემონტო სამუშაოებიც ერთ სივრცეში სრულ მომსახურებას თავადაც მოხარებლებისთვის და რა თქმა უნდა ეს ძალიან მარტივი არის მათთვის, იმიტომ რომ ხარისხიანად დროულად მიიღებენ თავიანთ სასურველ პროდუქციას. სტერეოტიპების დამსხვრევის ეპოქაში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა გონია რომ არც უნდა იყოს გასაკვირო ქალი ამ სფეროთი არის დაკავებული, მაგრამ მაინც უკვირთ ხოლმე. მაგრამ არაფერი არასდროს არ არის შეუძლებელი, ყველაფერი, ანუ ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, შეუძლია მოინდომოს და აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს. ამის მაგალითი ვარ მეც და დიდი სიამოვნებით აფხაზეთშიც გავაკეთებდი ძალიან ბევრ რამეს. პირიქით, ეხაც რომ მქონდეს შესაძლებლობა, იქ გავაკეთებდი. მინიმუმ ჩემი სახელიდან დავიწყებდი, მინიმუმ ჩემი ჭიშკრიდან დავიწყებდი გაკეთებას და შემოვიერთებდი იქაურ ახალგაზრდებს და დავაინტერესებდი და ძალიან საინტერესო პროექტიც გამოვიდა და ჩემი აზრით. ძალიან გამიკვირდა რომ ამას რომ მოკიდა ხელი და რაღაც ესე დააინტერესდა მაგას ეს საქმე რომ რაღაცას ვაკეთებდი ვდრიდი მიდუღება რაღაცა და მეც ვისწავლიო წავიდა მე ვუთხარი შენო ახლა მეგის დრო არ მაქვს ვუთხარი შენ რო გასწავლა და წავიდა თვითონ ჩააბარა თვითონ ისწავლა იმისი ატესტატი თუ ის აიღო და დაიწყო ჩემთან ერთად მუშაობა და მუშაობთ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას ისე კაი ხელოსანი გამოვიდა რა ვიცი ეს ახლა თავისი წვეთ ყველაფერს და თვითონ აკეთებს რაც არის გასაკეთებელი და შენ შეფსას ბაძლევს რომ ეს ასე გააკეთო. სიახლეები კი შემოაკი, სიახლეები შემოაკი. ისე იფიქრებდით რომ არა, ნახდად არ ვიფიქრებდი რომ აი მას რომ მოკიდებდა ხელი და რომ დაიწყებდა და რაღაცა იმდენი ისწავლა, იმდენი განათლება მიიღო და ბოლოს შემდგომლად რომ დაიწყო მუშაობა. Ну, თავის ახალგაზრდა და თავის საქმე თვითონ იცის რა, თვითონ გადაწყვეტავს ყველაფერს. მე დღედაღამე მაღაზიებში ლოცულობ და ფიქრობ, რომ აფხაზეთში დაბრუნება რო ყოფილი რო უნდა იქნეს, უნდა იყოს და უნდა დავბრუნდეთ ყველა იმათ ვაქვსო ამა ჩემ შვილებს, ბიჭი და გოგოს, რომელიც აფხაზეთში აუცილებლად და შვილი მყავს კიდევ წელს სკოლაში მიდის და მაგასაც კიდევ ვეუბნები ბაბურო შენ აფხაზეთში ხარ და რა ვიცი, ღმერთი წყალობით ყველაფერი შეტრელება, ყველაფერი კარგად იქნება და დაბრუნდებით. რო ახლა აფხაზეთში რო დაბრუნდებით, ეს პირველ რიგში იქიდან დაიწყება, იმიტომ რომ იქ ყველაფერი დანგრეულია და ახლა ასაშენებელი, გასაკეთებელი და თავარი ოფისი იქნება აფხაზეთში. ძირითადად ყოველი დღე ძველი თაობის და ახალი თაობის შეჯიბრით, კამათით ჩხუბით იწყება და მთავრდება, მაგრამ საბოლოოდ რო ვუფიქრდებით, მე ყველაზე კარგი რაღაც გამოდის. კი, რა თქმა უნდა, ხა სიახლეებთან რთულია რაღაცების ადვილად მიღება, რაღაცები, მაგრამ უწყობს ნელ-ნელა ხელს. და კარგი რაღაცები მართლა ესე გემრიელად მუშაობთ, რატომ იცით? ახალ რაღაცებზე მე უფრო მარტივად ვეგუები ვსწავლობ და ვავითარებ ამ მიმართულებას და ეს თავისი გამოცდილებით უკვე ძალიან მეხმარება ამ იდეის დახვეწაში და სამუშაოებში და შესაბამისად საბოლოოდ კარგ ხარისხს დაწვდებ და საინტერესო პროექტებსაც. ვეჯიბრებობით ახლა იქ რომ ვსწავლებდით როგორ შოუს რაღაცნაირად ლამაზი და რაღაც რო გაგვეკეთებია, მაგრამ რა ვიცი, ხარ ემჯობნი და ხან მე ხან ჩემი იყო, ხან მისი იყო. ნუ ახლა ამან უნდა მაჯობოს ახალგაზრდისა და ახალგაზრდა და მუშაობის დროსაც ხო, ესე მაინც ერთმანეთს უსწორებთ, უყურებთ. თუ მოინდოს ყველაფერი გამოუვათ. ჩვენზე უკეთესად გამოუვათ ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენი ტექნოლოგია, იმდენი რაღაცა შემოვიდა, რომ უკვე შეიძლება დაждდე და ისე აწარმოო. ამაყობ ხო დღეს? კი.
ვამაყობ ეს უნდა. ვამაყობ. და საერთოდ ისიც შეგიძლია თქვა, რომ ჩემი იდეა იყო ეს აქ ყველაფერს გაკეთებთ, მაგას არ უნდოდა. ხო, აი ეს რო დედა დამემოწმება, რომ არ უნდოდა. და შენ თქვი. არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ? ახალგაზრდებმა თავისი გაიტანეს. და გაამართლა, ხო? კი, გაამართლა როგორ არა. პირველად რაღაცა უკვე ვეწყობებოდა არ გინდა, მაგრამ ახლა უკვე ვამაყობ იმით, რომ კარგი გამოვიდა ყველაფერი.